მოგესალმებით, ვაგრძელებთ მოდალური ზმნების ციკლს. დღეს უნდა ვისაუბროთ should-სა და ought-ზე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ can, could, may, might, must-ზე და დღეს უკვე ვისაუბრებთ should-სა და ought-ზე. პირველ რიგში დავიწყოთ თავისებურებებზე იმაზე, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, გამეორება ცოდნის დედა, რომ მოდალურ ზმნებს ემატებათ ხოლმე შიშველი ინფინიტივი, ანუ ზმნა საწყის ფორმაში თუ ნაწილაკის გარეშე, ანუ გვექნებოდა you should go to work tomorrow, ან გვექნებოდა she should finish her homework this evening. პირველი წინააღმდება you should go to work tomorrow ნიშნავს შენ უნდა წახვიდე სამსახურში ხვალ, ანუ უნდას ნიშნავს ეს should. მეორე წინააღმდება she should finish her homework this evening ნიშნავს მან უნდა დაამთავროს თავის საშინაო დავალება ამ საღამოს. ვიმეორებთ იმას, რომ ზმნა ყოველთვის იქნება საწყის ფორმაში, თუ ნაწილაკის გარეშე არ აქვს მნიშვნელობა შისთან არის ისთან თუ ითთან მოდალურ ზმნას ყოველთვის ესე მოყვება. მეორე თავისებურება, რომელიც გვაქვს მოდალურ ზმნებთან არის ის, რომ აუცილებლად მოდალური ზმნა ინარჩუნებს თავის ფორმას, ანუ არაფერს არ იმატებს, ანუ გვექნებოდა she should speak English in class, ანუ არ იქნებოდა she shoulds, ან she should speaks. იქნებოდა she should speak English in class, ანუ მან უნდა ისაუბროს ინგლისურად კლასში. და მესამე თავისებურება, როგორც ყველა მოდალურ ზმნას, should-საც აქვს ის, რომ კითხვით და უარყოფით ფორმებს თვითონ აწარმოებს, ანუ იქნებოდა should, should not, ან shouldn't, მაგალითად, you should remember the password. You should remember the password. შენ უნდა დაიმახსოვრო პაროლი. და მოდი შევხედოთ უღლებას უფრო ვრცლად, გადავხედოთ ჩვენს მაგიდას, ასე ვთქვათ. ვხედავთ პირველ გრაფაში მტკიცებით წინააღმდეგებს, მეორეში კითხვით და მესამეში უარყოფით. წავიკითხავ პირველ წინააღმდეგას. I should swim. მე უნდა გავცურო. კითხვითში გადავიდოდა should I swim? უნდა გავცურო მე. უარყოფითში იქნებოდა I should not swim. მე არ უნდა გავცურო. Shouldn't არის არ უნდა, შემოკლებული ფორმა. ანუ გაბმულმეტყველებაში არ გაიგებთ should not. გავიგონებთ shouldn't. You should take notes. შენ უნდა ჩაიწერო. Should you take notes? კითხვა უნდა ჩაიწერო. You shouldn't take notes. შენ არ უნდა ჩაიწერო. She, he, it should ride a bike. მან უნდა ატაროს ველოსიპედი. კითხვით იქნებოდა should she ride a bike. მან უნდა ატაროს ველოსიპედი. უარყოფით იქნებოდა she shouldn't ride a bike. მან არ უნდა ატაროს ველოსიპედი. We should meet. ჩვენ უნდა შევხვდეთ. Should we meet? უნდა შევხვდეთ ჩვენ. We should not meet and we shouldn't meet. ჩვენ არ უნდა შევხვდეთ. They-სთან იქნებოდა they should visit us. ისინი უნდა გვესტუმრონ ჩვენ. Should they visit us? ისინი უნდა გვესტუმრონ ჩვენ. They shouldn't visit us. ისინი არ უნდა გვესტუმრონ ჩვენ. ეს იქნებოდა მთლიანი უღლება ყველა პირსა და ყველა რიცხვში კითხვით უარყოფით მტკიცებით ფორმებში. და ეხლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ მნიშვნელობის აღქმაზე should-ის. Should ნიშნავს უნდა. ანუ ეს არ არის ძლიერი ვალდებულება, აი must-ით როცა გამოვხატავთ და must-ი კიდევ ერთხელ გადავხედოთ must-ს, რომ დავინახოთ განსხვავებები should-სა და must შორის. დავლინკავ აუცილებლად must-ზე must-ის ვიდეოს და კიდევ ერთხელ გადავხედოთ თუ კარგად არ გვახსოვს მისი მნიშვნელობა, ანუ რას ნიშნავს. Should-ით როდესაც გამოვხატავთ უნდას, ეს არის რომ აი გირჩევ, ურმჯობესია რომ ესე გააკეთო. ეს არ არის წესი. ეს არ არის არც კანონი, ეს არის უბრალოდ აი რჩევა. ანუ ეს უკეთესი იქნებოდა შენთვის რომ ესე გაგეკეთებინა. აი ამას ნიშნავს. ინგლისურად უმჯობესია ასე გააკეთო იქნებოდა it is better if you do this. ანუ this is not a rule, ეს არ არის წესი, nor a law და არც კანონი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, ჩემი პირადი რჩევა. ანუ როცა გამოვხატავთ should-ით. მაგალითად, you should comb your hair every day. You should comb your hair every day. შენ უნდა დაივარცხნო თმა ყოველ დღე. You should put sun cream before you go outside.
You should put sun cream before you go outside. უნდა წაისვა კრემი, სანამ გარეთ გახვალ. ესე იგი, should არის გირჩევ, ესე არის უკეთესი. არაფერი არ დაშავდება, თუ ამას არ გააკეთებ, მაგრამ ასე უმჯობესია. არც წესია, არც კანონია, არც ვინმე დაგსჯის თუ ამას არ გააკეთებ, არც აკრძალულია, არც აუკრძალავია, ანუ უბრალოდ ეს არის ჩემი პირადი რჩევა, მაგალითად, ჩემი მეგობარი გადის გარეთ და მზეა გარეთ და ვეუბნები, you should put sun cream before you go outside. ანუ თუ არ დაიწვევი. ეს ჩემი რჩევა არის, ასე უკეთესი იქნებოდა. კიდევ ერთ მაგალითს შევხედოთ. I can lend you my sister's dress. ანუ შემიძლია რომ გათხოვო ჩემი დისკაბა. I think you should ask her first. მე ვფიქრობ, რომ ჯერ მას უნდა გითხოვ. მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ. I can lend you my sister's dress. ანუ ვეუბნები ჩემს მეგობარს, რომ აი ჩემი დისკაბა შემიძლია რომ გათხოვო. და ის მეუბნება, I think you should ask her first. ანუ მე მგონი უმჯობესია რომ ჯერ მას გითხო. I think არის მე ვფიქრობ, მგონი. დაახლოებით ეს შეგვიძლია რომ ვთარგმნოთ. გასაგებია მე მგონი should რომ გამოხატავს რჩევას. კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ძველ მოდალურს, რაც უკვე გავიარეთ, should-ი გამოხატავს რომ უმჯობესია ასე გააკეთო, მაგრამ განსხვავდება have to-სგან. Have to და must ნიშნავს, რომ აი ესე უნდა გააკეთო. წესია ესეთი, კანონია ესეთი, ან ძლიერი მორალური ვალდებულება არის ამისი. როგორც ვხედავთ და ვისწავლოთ ეს ტერმინიც weak obligation, ანუ სუსტი ვალდებულება, weak obligation იქნებოდა should-ით გამოხატული. მაშინ, როდესაც strong obligation, ანუ ძლიერი ვალდებულება იქნებოდა have to, must-ით გამოხატული. შევხედოთ კიდევ ერთხელ. როგორ ვაწარმოებთ should-ს, ამჯერად უკვე not ნაწილაკით, ანუ რჩევა მე შემიძლია რა თქმა უნდა მივცე როგორც დადებით წინაადებაში, ასევე უარყოფით წინაადებაშიც, მაგალითად, you should not leave your belongings alone. You shouldn't leave your belongings alone. You shouldn't leave your belongings alone. ანუ შენ არ უნდა დადავო შენი კუთვნილი ნივთები მარტო. And you shouldn't have your wallet in your pocket. You can lose it. შენ არ უნდა გქონდეს შენი საფულე შენს ჯიბეში. შეიძლება დაკარგო ის. Wallet არის საფულე, pocket არის ჯიბე, in your pocket შენს ჯიბეში. You shouldn't have, შენ არ უნდა გქონდეს your wallet in your pocket, ანუ საფულე შენს ჯიბეში. მგონი გასაგებია უარყოფითიც როგორ ვაძლევთ რჩევას, ანუ should not-ის უარყოფითი ფორმით როგორ ვაძლევთ რჩევას. კიდევ ერთს გადავხედოთ და კიდევ ერთ რაღაც გავითვალისწინოთ, ანუ ძირითადად ლაპარაკის დროს არ ვამბობთ ხოლმე გრძლად, ანუ არ ვიტყვი you should not drink, ვიტყვი you shouldn't drink that much coffee, ანუ ამდენი ყავა არ უნდა დალიო, არ არის კარგი შენი ჯანმრთელობისთვის, you shouldn't drink, არ უნდა დალიო. მეორე წინადებას თუ შევხედავთ, ვნახავთ she should not eat so much chocolate. მან არ უნდა ჭამოს ამდენი შოკოლადი. ძირითადად გაბმულ მეტყველებაში შემოკლებულ ვარიანტს წერთ და ვამბობთ, რა თქმა უნდა shouldn't და თქვათ არაფორმალურად როცა ვწერთ რაღაცას, იქ შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა დავწეროთ აპოსტროფით და შევამოკლოთ წინაადებები და ფრაზები, მაგრამ თუ გვაქვს თქვათ ოფიციალური წერილი ან ასე შემდეგ, უკვე არ ვამოკლებთ და მთელი ფორმით ვწერთ. მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ ძირითადად ფორმალურია თუ არაფორმალური თანამედროვე ინგლისურში არის მის should not eat, იქნებოდა shouldn't eat. თუმცა წერა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ორივე დავიმახსოვროთ. და უკვე სამივე ფორმა შევადაროთ ერთმანეთს. I should clean my windows this weekend. მე უნდა დავწმინდო ჩემი ფანჯრები ამ კვირაში. ეს არის სუსტი ვალდებულება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ უბრძანებია, არაფერი არ დაშავდება, არანაირი კანონს არ დავარღვევ თუ არ გავწმენთ, მაგრამ უკეთესია ასე. I should clean, უნდა გავწმინდო. კითხვითში should-ი გადავიდო და წინ დაგვექნებოდა should I send homework to the group chat. უნდა გავაგზავნო დავალება group chat-ში, ანუ ამ სალაპარაკოში, group chat-ში. კითხვითში should-ი გადავა წინ და ანუ should I send, ანუ ასე უმჯობესი იქნება თუ გადავაგზავნი, აქაც არ არის რაიმე ვალდებულება. უბრალოდ ვკითხულობ რჩევისათვის.
თვითხოვ რჩევას. უარყოფითში იქნებოდა they shouldn't speak loudly. They shouldn't speak loudly. მათ არ უნდა ილაპარაკონ ხმამაღლა. არ არის კარგი, ვთქვათ, გაკვეთილზე სხედან და ლაპარაკობენ. მაინც და მაინც კარგი არ არის. შეიძლება ვერავინ არ შეამჩნიოს, მაგრამ მაინც. Should, ought to. ეხლა რა ხდება? ინგლისურში ძალიან ბევრი უნდა გვაქვს. კიდევ ერთი მოდალურის ნა, რომელიც გამოხატავს უნდას არის ought to. ეხლა რა კავშირშია should-თან? Should და ought to მნიშვნელობით არიან აბსოლუტურად ერთი და იგივე ფაქტობრივად ეკვივალენტები. თუმცა არ აგვერიოს must-სა და have to-ში. Must-ის ეკვივალენტი არის have to, should არ არის ought to-ს ეკვივალენტი. ეკვივალენტი რას ნიშნავს? თქვათ, კითხვითში არ აწარმოებს ought to should-ს. ან თქვათ, მის მომავალ დროებს არ აწარმოებს. აი როგორც თქვათ, be allowed to აწარმოებდა can-ს და could-ს. ought to არის დამოუკიდებელი მოდალურის მნა, რომელსაც უბრალოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც should-ს. და შევხედოთ. You should comb your hair every day. შენ უნდა დაივარცხო თმა ყოველ დღე. იგივენაირად შემიძლია ვთქვა you ought to comb your hair every day. შენ უნდა დაივარცხო თმა ყოველ დღე. Should I send homework to the group chat? უნდა გავაგზავნო დავალება group chat-ში? Ought to-თი იქნებოდა ought I to send homework to the group chat. უნდა გავაგზავნო დავალება group chat-ში. ეხლა მინდა რომ პატარა განსხვავება გავაკეთოთ. რა განსხვავება should-სა და ought to-ს არის მნიშვნელობა აბსოლუტურად ერთ და იგივე აქვს, როგორც უკვე ვთქვი. უბრალოდ ought to უკვე ითვლება მოძველებულ ფორმად. მტკიცებითში ბრიტანულ ინგლისურში კიდევ გამოიყენება უფრო ოფიციალური საუბრების დროს. თუმცა კითხვითში მაინც და მაინც აღარ ისმის ought to. უბრალოდ ვიცოდეთ როგორც ხდება და თუ სადმე გავიგონებთ ან შეგხვდება ვიცოდეთ რომ ეს არის უნდა. უარყოფითში ზუსტად იგივენაირად იქნებოდა they shouldn't speak loudly, მათ არ უნდა ილაპარაკონ ხმამაღლა. ought not-ით იქნებოდა they ought not to speak loudly, მათ არ უნდა ილაპარაკონ ხმამაღლა. სხვათა შორის ბრიტანეთშიც გაბმულ მეტყველებაში ought to ისმის ხოლმე oughta, აი ესე oughta, they oughta go, they oughta bring და ასე შემდეგ. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ოფიციალურია, უფრო ბრიტანულ ინგლისურში გამოიყენება. მკითხვით და უარყოფით ფორმები მაინც და მაინც აღარ ისმის თანამედროვე ინგლისურში, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ასეთი მოდალურის მნა არსებობს. და კიდევ ერთხელ თუ დაგვაინტერესებს როგორ იწარმოება კითხვითი და უარყოფითი ought to-სი, აგერ გრაფა გვაქვს მოცემული, მე ყველას აღარ წავიკითხავ, შეგვიძლია რომ დავსკრინოთ ეს გვერდი და ამოვიწეროთ თუ გვაინტერესებს, ან თქვა თუ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, სადაც შეიძლება რომ ought to შეგხვდეს, თუმცა აქ რას მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება, ought to არის ჩვეულებრივი მოდალურის მნა, ანუ ჩვეულებრივად მივერთდება ყველას მნას ერთსა და იმავე ფორმაში, ანუ შისთან და ought to არ იქნება ought to. კითხვითში ought გადადის წინ და ანუ ought I to speak გვექნებოდა და უარყოფითში ought not to იქნებოდა. I ought not to speak, you ought not to ride a horse, it ought not to sing და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანამედროვე ინგლისურში კითხვით და უარყოფითი ფორმები ნაკლებად გვხვდება. ბრიტანულში გვხვდება ხოლმე ოფიციალური მეტყველების დროს, ოფიციალური გამოსვლების დროს ought, მტკიცებითში, თუმცა მაინც ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც გვხვდება ought. ესე იგი, should-ს პლუსს მნა, ought to-ს პლუსს მნა ამ ფორმით შეგვხვდება ხოლმე ეს მოდალურის მნები და ისინი გამოხატავს აწმყოს და მომავალს. მოდი შევაჯამოთ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მოკლედ, უნდას ინგლისურში რამდენიმენაირად გამოვხატავთ. Must-ით, მაგალითად, I must wear a white shirt, მე უნდა მეცვას თეთრი პერანგი. Must ამ შემთხვევაში ნიშნავს ვალდებულებას, ძლიერ ვალდებულებას. Have to, I have to wear a white shirt, ანალოგიურად მე მიწევს ჩავიცვა თეთრი პერანგი. ამ ორივე არის საკმაოდ ძლიერი. პირველი გამოიყენება ზოგადი ძლიერი ვალდებულების დროს, მორალური ვალდებულების გამოსახატავად. მეორე have to გამოიყენება როგორც უკვე ჩვენ ვნახეთ must-სა და have to-ზე გაკეთებულ გაკვეთილში. აი მაგალითად სამსახურში უნდა წავიდე, ესე კანონია ესეთი, მიწევს ამის გაკეთება. შეიძლება მე არ მინდოდეს, მაგრამ ეს მიწევს ამის გაკეთება, უნდა გავაკეთო ასე. მაშინ, როდესაც should-ი გამოხატავს უნდას, მაგრამ გამოხატავს უფრო
ნაკლებ სავალდებულოს, ანუ როგორ. I should wear a white shirt. ნიშნავს უნდა ჩავიცვა თეთრი პერანგი. და ეხლა როგორ ავხსნიდი ამას? Should-ით ნიშნავს, რომ არც კანონია, არც წესია, მაგრამ აი პირველი დღე მაქვს სამსახურში და მინდა გამოვიყურებოდი აკადემიურად. თუ ვიტყვი I should wear a white shirt, არ ნიშნავს, რომ ეს უნიფორმა არიან, თქვათ, სავალდებულო ამის ჩაცმა, მაგრამ მე მინდა რომ გამოვიყურებოდე პროფესიონალურად. ამიტომაც ვამბობ, უკეთესია თუ ჩავიცმევ თეთრ პერანგს. I should wear a white shirt. და ანალოგიურად ought to. I ought to wear a white shirt. უნდა ჩავიცვა თეთრი პერანგი, მნიშვნელობით იგივეა, უნდა ჩავიცვა, ანუ უკეთესია ასე, მაგრამ გამოვიყენებდით ან უფრო ძველ ინგლისურში, ან უფრო ოფიციალური საუბრის დროს. იმედია ეს ყველაფერი გასაგებია. და მომდევნო გაკვეთილზე შევხვდებით ought to-თი და should-ით. არ გამოგრჩეთ შემდეგი გაკვეთილი, იმიტომ რომ შემდეგ გაკვეთილში ვისაუბრებთ წარსულზე. როგორ უნდა გამოვხატოთ წარსული და რა ფუნქციები აქვთ აწმყო დროში რჩევის მიცემის გარდა should-ს და ought to-ს. შევხვდებით. Bye bye.